50-მდე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. მათ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაც შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე თვითმმართველობებში კონკურსებისა და ატესტაციების წესის მიმდინარეობაზეც ისაუბრეს. ძირითადი აქცენტი გაკეთა ბუნებრივია ყველაზე ასე ვთქვათ პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით ეს ეხება რეგიონულ თვითმმართველობებში ატესტაციებისა და გამოცდების განხორციელების პროცესს, ვინაიდან ქსელის წევრები იყვნენ აქ ჩართულები და წარმოადგენენ საკუთარი ხედვა იმ პრობლემებზე, რასაც ხედავდნენ ისინი ამ პროცესში. საუბარი იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ პრობლემურ ვითარებაზე, შევეხეთ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას და იმ ხარვეზეს, რაც ამ რეფორმის განხორციელებას ძევსთან. საინტერესო საკითხი იქნა განხილული რეგიონებში არსებული ზოგადად პრობლემები, თვითმმართველობა, კონკურსები, ევროინტეგრაციის საკითხები და ყველაზე მთავარი ეს იყო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა და ერთ-ერთი აქტიური თემა ეს იყო დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობები.